ყველა წევრის ოცნებას. ბევრს მობეზრდა ოცნება. ნაცების მიმართ მოსახლეობაში ნოსტალგია არის. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევ პროტესტს, უფრო მეტ პროტესტსაც მიიღებ, ხო? ოცნება შენ დატოვე მოედანზე მარტო და რასაც უნდა იმას აკეთებს. არ დაიბადა ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი სახეები. თუ საქმე ეხება ხელისუფლების ინტერესს, იქ უკვე სასამართლო მართვადია. მეც ევროპა მირჩევნია. იმიტომ რუსეთი მაინც წარსულია. ჩვენ ვალდებული ვართ რომ დავიცვათ მზეამოღლობელი, მაგრამ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სულხან მესხიძის პოდკასტის მორიგ ეპიზოდს და ჩვენი სტუმარი არის თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი, რომელიც წლების განმავლობაში აჭარაში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, ასე ვთქვათ, წამყვანი ხმა არის, რომელთან ერთადაც დღეს ვისაუბრებთ აჭარაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ასევე ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე და ცხადია ამ პროცესში და ამ საუბარში მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ასევე მზეამაღლობელის საქმეზეც ვისაუბრებთ და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებულ დევნაზე, ასე ვთქვათ, თუნდაც ზეწოლაზე. მოგესალმებით თამაზ და მადლობა იმისთვის, რომ უპასუხებთ ჩემს შეკითხვებს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. თამაზ, მოდით თავდაპირველად დავიწყოთ საპროტესტო აქციებზე საუბრით. 100 დღეზე მეტია, რაც აჭარაში და მათ შორის საქართველოს სხვა რეგიონებში, დედაქალაქშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ორი მთავარი მოთხოვნა არის, ვიცით, რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და მათ შორის არის ახალი არჩევნების მოთხოვნა და ცხადია ამ არჩევნებს მოჰყვა ეს პროცესიც. თქვენი მოსაზრება რა არის ამ ფაქტთან დაკავშირებით? ვიცით, შემდგომ უკვე ვისაუბრებთ იმაზე, უკვე საპროტესტო აქციებზე რახან თქვენ არ გამოდიხართ. თქვენი სათქმელი გვინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც მოისმინოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ასე ვთქვათ, რელევანტური მოთხოვნები არის ამ საპროტესტო აქციებზე? მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს საპროტესტო აქციები უკვე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რაღაც დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არ არის სიტყვის თავისუფლება, ასე ვთქვათ, ჩახშობილი იმ თვალსაზრისით, რომ ვერ გამოდიხარ და რაღაცას ვერ აპროტესტებს. იმიტომ რომ მე შედარებით ვაკეთებ ყველაფრის შეფასებას, იყო დრო, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით, ხო? აი ტელევიზიის მიმართ როცა იყო ზეწოლა, ვერ გამოვედით, ვერ გავაპროტესტეთ, რაღაცა იყო ასეთი წინა ხელისუფლების დროს და რომც გაგეპროტესტებია, ტელევიზიები მთლიანად იყო ჩახშობილი და იმის შესაძლებლობა არ გქონდა, რომ ჩვენ გვეყურებია, ვინ სად რას აპროტესტებს. და თვითონ ეს ფორმა პროტესტის მისასალმებელია და რატომ? ამით იზრდება სამოქალაქო აქტივიზმი, ამით იზრდება სიტყვის თავისუფლებაზე მოთხოვნა, რომ ადამიანებმა უკვე იციან, რომ რაღაცა თუ არ მოსწონთ, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გააპროტესტონ. ყველაზე ცუდი ის იქნება, როცა არ გვექნება გაპროტესტების შესაძლებლობა და ეს პროტესტი იქნება ჩახშობილი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვითარდება და იზრდება. ესეც რაღაცნაირად დროის დამსახურებაა, ხო? ნუ შევხედავთ იმ კუთხით, რომ აი პროტესტი გრძელდება და არავინ ყურადღებას არა ხალხო. თვითონ პროტესტი არის უკვე დემოკრატია. და ამ შემთხვევაში კი რაღაცნაირად ხანდახან ამ პროტესტის ჩახშობა ხდება. მე ვგულისხმობ იმას, რომ აი ესე იგი იმ ფორმას, რომელსაც ხელისუფლება ხანდახან იყენებს, შეიძლება ეს მიუღებელიც არის ის ფორმა, მაგრამ დროთა დრო თვითონ ხელისუფლებაც ხდება, რომ რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევ პროტესტს, უფრო მეტ პროტესტსაც მიიღებ, ხო? ნელა ესენიც მოდიან ამ აზრზე და ასე ვთქვათ, ცუდი ის არ რომ მაგალითად მაყურებლის როლში დარჩა ხელისუფლება და აღარ რეაგირებს პროტესტზე. ამას უარყოფითი მხარეც ახლავს, იმიტომ რომ
პროტესტის შედეგი უნდა ახლდეს, ხო? მე არ ვერევი არჩევნების თემას, არ ვერევი დანარჩენი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და მე დღეს პოლიტიკაში არ ვარ და უფრო ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ დასაწყისში და სოციალურ თემაზე. ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე და ცხადია ადამიანები საუბრობენ რომ მათი უფლებები დაირღვა ამ არჩევნებზე, მათი ხმის უფლება დაირღვა და სწორედ ამიტომ არიან ისინი ქუჩაში. თუ ვინმე თulis რომ მისი უფლება მაგალითად არ იყო დაცული ხმის მიცემის, მას აქვს უფლება მაგალითად გააპროტესტოს ჩემი ოჯახის წევრები, შინაურები, მაგალითად სამეზობლო მე გავესაუბრე, მე ვერ მოახერხე პირადად არჩევნებზე მისვლა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მე დავინტერესდი ამ საკითხით და უნდა მომეკითხა საიდან ახლა მე ვერ დავრეკავდი მაგალითად ზუგდიდში ან მცხეთაში. მაგრამ ჩემ შინაურებს, ახლობლებს გავესაუბრე და ვკითხე, იყო თუ არა რაიმე ფორმით დარღვევა ან ზეწოლა, აბსოლუტურად არაფერი, მაგრამ მე მესმის მეორე მხარეც, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საუბრობს, რომ სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა საარჩევნო პროცესი, მათ შორის უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს თავისუფალ გარემოში ადამიანებს არ დაუფიქსირებიათ თავიანთი არჩევანი, ხო? ესეც ჩანდა. კი, გესმი, მე მესმის, დარღვევები იყო, ბატონო სულხან, ბოლო 30 წლის განმავლობაში მე რა არჩევნებსაც უყურებ, ყოველთვის იყო დარღვევები. და შეიძლება ეხლაც იყოს და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით რომ და ეხლაც ეს პროტესტიც კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ვაჩვენებთ მომავალ ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება თუ არ გამოასწორებს მომავალ ხელისუფლებას, რომ რა შეცდომები არ უნდა დაუშვას და როგორი უნდა იყოს საარჩევნო პროცესი. სამწუხაროდ, დღეს ვინც აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს, იმ ხალხმა დააწესა ეს საარჩევნო კოდექსი და ეს კანონები მათი მიღებულია თავის დროზე და ეხლა მათ მიერ მიღებულ კანონებს და მათ მიერ დანიშნულ ხალხს და არჩეულ ხალხს და შერჩეულ ხალხს ეხლა თვითონ ეწინააღმდეგებიან, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი აქტიურობაა საჭირო იმისათვის, რომ აი დავუშვათ ეხლა ამბობენ, რომ არჩევნები, რიგ გარეშე არჩევნები ჩატარდეს. ვინ იგებს? ხალხმა უნდა გადაწყვეტოს. მე ვწუნეთ რომ ისე ოცნება მეიგებს. უბრალოდ საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს რომ დემოკრატიულ პროცესებს უნდა თანხმდროში უნდა მოდიოდეს ხომ ეს საარჩევნო პროცესი. ამიტომ ეს ოპოზიცია, ეხლა რომელმა ოპოზიციამაც გადალახა და ხალხმა მიცა მათ შესაძლებლობა რომ მათი ხმა პარლამენტის ტრიბუნიდან გაეგონათ, უნდა შესულიყვნენ. და პირველი რაც უნდა მოეთხოვათ, ეს იყო ის რომ შეიცვალოს თვითონ საარჩევნო კომისია, ხო, კომისია ქვია მაგას. გასულ არჩევნებზე კოდექსი შეიცვალოს. ანალოგიური შემთხვევა შევიდა ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად ვერაფერი შეცვალა საკანონმდებლო დონეზე, იმიტომ რომ მათი ყველა ინიციატივა იყო უგულებელყოფილი, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში საზოგადოება საქმდებოდა იმაზე, რომ ოპოზიცია არ უნდა შესულიყო და ანუ ხალხთან ერთად უნდა ყოფილიყო ქუჩაში. რა მივიღეთ? აი რა მივიღეთ 101 დღეა რა მივიღეთ საპარლამენტო საქმიანობითაც ვერავინ ვერ მიიღო მე ვფიქრობ რომ შენ რო ხალხი გირჩევს შენ უნდა შეხვიდე იმიტომ კი არ უნდა შეხვიდე რომ გაუპრავო ასე იტყვიან არ შევალ იმიტომ რომ ოცნებას გაუპრავ ოცნება შენ დატოვე მოედანზე მარტო და რასაც უნდა იმას აკეთებს რომელი ჯობია რომ ის რასაც მან აკეთებს შენ გაქვს შესაძლებლობა რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან შეეწინააღმდეგო თუ ქუჩაში რო დგა ხალხიდან შეეწინააღმდეგო აზრი ამიტომ მე ვფიქრობ რომ შენ რო ხალხმა გენდო და აგირჩია ხმა მოგცა და მიუხედავად აი ამ კანონმდებლობისა და ზეწოლისა შენ შეხვედი პატივი უნდა სე ხალხის არჩევანს და უნდა შეხვიდე მოდი ეხლა მე მქონდა ხალხთან ეხლა ვერავინ ვერ შეიძლება ზოგიერთმა შემეჯიბრონ მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს მე ურთიერთობა ბატონო სულხან და ამიტომ ჩვენ საინტერესო იყო კარგად თქვენც კარგად იცით ხომ იცით რა ბევრს მობეზრდა ოცნება მაგრამ სვამენ კითხვას ალტერნატივას შეხედავენ აი ვერ ხედავენ ალტერნატივას და ესე იგი იმასაც უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართაც იკვეთება მაგრამ იკვეთება ასევე ოცნების მიმართ მაგრამ პოზიცია ასეთია ან ჯობია ეს იყოს ვიდრე ამათზე უარესი მოვიდეს ამიტომ პოლიტიკური პროცესები რო შეიცვალოს ქვეყანაში საჭირო ახალი ძალა
ამაზე შევთანხმდით. თუმცა განსხვავება არის იმაში, რომ ოცნებამ თავისი პოლიტიკით და ქმედებებით აჩვენა, რომ მისი პოლიტიკა არის ანტიდასავლური და პროევროპულ კურსზე უარი თქვა ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებებით და სწორედ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს ეს გარემოება. კი, გეთახმებით, ჩვენი ისტორია და ჩვენი წარსული დაკავშირებულია ევროპასთან. და ჩვენი წინაპრები ძალიან ბევრი ბრძოლობდნენ იმას, რომ როგორმე ევროპის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ შეხედეთ რა ხდება, მე მახსენდება შევარდნაძის სიტყვები, როცა პირველად შევარდნაძემ თქვა, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა გავხდეთ ევროსაბჭოს წევრი, ასევე შევარდნაძემ დააყენა ეს პირველად შევარდნაძემ გააკეთა და არა სააკაშვილმა. ევროპული კარის გაღება. ხო, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ 30 წლის განმავლობაში რომ ადამიანები შენ გიყურებენ და შენ კარებს არ უღებ და არ ღებულობ და ნაბიჯს არ დგამ, ხო? მოვა დრო რომ შენ უკუ რეაქციას მიიღებ. ეხლა ჩვენ ქუჩაში რო გავაჩეროთ, რას ირჩევთ ევროპას თუ დავუშვათ რუსეთს? ყველა რა თქმა უნდა გეტყვის ევროპას და მეც ევროპა მირჩევნია. იმიტომ რუსეთი მაინც წარსულია. ხო, ასეა რა. მაგრამ ხალხსაც უნდა მიცე შესაძლებლობა. აი ახლა მე ვსვამ ამ კითხვას. მე მინდა წასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მყავს ნათესავები იქ, ჩემი ძმისშვილები დიდი ხანია, მაგრამ ვიზას ვერ აიღებ და ვერ წახვალ. და რო გამოდიხარ და ამბობ რომ თამას დათქმები პირობები რაც უნდა შეესრულოს სახელმწიფომ სახელმწიფო, მაგრამ მე მოქალაქემ რადგან არა გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ კუთხით, ამიტომ ეს მე მოქალაქის პოზიციიდან, ხო, მოქალაქის პოზიციიდან გელაპარაკები. შენ რო გამოდიხარ და მეუნები რომ მე ვალ შენი სტრატეგიული პარტნიორი და მე ჩავდე შენს ქვეყანაში და ეგე გახედავ რომ იმის რა ქვია რაღაცა ჩვენზე უფრო არადემოკრატიული ქვეყნებისთვის კარი ღია და ადვილად კეთდება ვიზაც და თავისუფლად შედიხარ და შენ ვერ შედიხარ. ისვება კითხვა, მე თუ შენი მეგობარი ვალ, მე რომ მოვიდი ახლა თქვენთან და თქვენ არ გამიღოთ ჭიშკარი ეზოს. არ შემომიშვა და იქეთ ჭიშკრის გარედან მელაპარაკოთ. ეს როგორი სტუმარმასპინძლობა და ანდა როგორი ისა ურთიერთობა და რა სტრატეგიაა ეს. მე ვერ გამიგია. და უნდა ჩავიდე ახლა საელჩოში, საკონსულოში, იქ უნდა გამესაუბრონ, უნდა შეისწავლონ ბებიაჩები ვინ იყო, მუსლიმანი იყო თუ ქრისტიანი, კომუნისტი თუ არა კომუნისტი. ყველა ქვეყანა თავად წყვეტს ხო, რა ხო, არა, მე მოქალაქის პოზიციიდან გელაპარაკები. გამიღე კარი თუ ჩემი სტრატეგიული პარტნიორი ხარ და მომეცი თავისუფლად შენს ქვეყანაში შემოვიდე და ვეზიარო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც შენთანაა, ხო? თუმცა ამერიკის გარდა ჩვენ ევროპულ კურსებს ვსაუბრობთ, ხო? და ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, რასაც ამ ხელისუფლებამ უთხრა უარი და იმ პოლიტიკით, რასაც მოყვა საზოგადოების ეს რეაქცია. მე საზოგადოების რეაქციას ვეთანხმებ. იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ევროპას ზურგივა. მესმის რომ ევროპა მაგალითად ევროპაშიც ბევრი ბიუროკრატია. ევროპაშიც ლობისტები ყავს იმ ოპოზიციურ პარტიებს. მესმის რომ ევროპაში თავის დროზე თვალს ხუჩავდნენ იმ დიქტატურაზე და რეჟიმზე, რომელიც იყო სააკაშვილის პერიოდში. მე ისიც მესმის რომ სააკაშვილის მაგალითად ბოკერია მილიონებს ხარჯავდა ლობისტურ იმაში, რა ქვია, საქმიანობაში და დღესაც ეს მიღებული ფორმაა, ხო? ხო, აპრობირებული მეთოდია. მესმის და ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვევა მათი პოზიციები, მაგალითად გეტყვის ახლა შენ მოქმედი ხელისუფლება რომ რაცო ციხეში კაცაცა მემდენო რა რისი მომსწრეთ ზოგიერთ ნაწილში მე ვარ და ესე იგი წინა ხელისუფლების დროს სასამართლო გადაწყვეტილების 98% იყო გამამტყუნებელი და რო გადახედოთ სტატისტიკა ესა კორეა, რუსეთი და ვენესუელაშია ესეთი ხო ამ ხრივ სასამართლოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ეს რო შედარებითი რო ხდება იმიტომაც ჩდება თუ არა ჩვენ რომ ევროპის ოჯახის საერთო წევრი გავხდეთ და ნუ გავაიგივებთ რომ თითქოს ევროპა LGBT პროპაგანდა თითქოს ხო თითქოს ცუდად ნუ შევხედავ ეკონომიკური შესაძლებლობა განათლება არის და ასე შემდეგ კი ბატონო ჩემი შინაურები ძალიან ბევრი ევროპაშია ბევრი ამერიკაშია და ნაკლები რუსეთშია თუმცა რუსეთიც ყავს მე ბევრი ნაცნობი ხო კეთილ. ბატონ თამაზ, როგორ შეაფასებდით აჭარაში უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის იმ მოწყვლად ჯგუფებში, რომელთა ინტერესებს თქვენ აქტიურად იცავთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, კერძოდ საუბრობთ ოცნების ქალაქზე, ეკომიგრანტებზე, უსახლკაროებზე. ისინი წლების განმავლობაში იბრძვიან, თუნდაც თქვა წარსულს რო აღარ გადავიდეთ
ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში რა იცვლებოდა და მათი უფლებრივი მდგომარეობა რა როგორი არის? ეხლა მე რო ვთქვა რომ სოციალური პოლიტიკის კუთხით არაფერი კეთდებაო, არ ვიქნები მართალი, სხვა რეგიონებთან შედარებით, ბევრი რაღაცა კეთდება, იცვლება, მაგრამ არა ხელისუფლების კეთილი ნების ძალით. იძლებას ხალხის ხო, რა თქმა უნდა, მოდი ავიღოთ ოცნების ქალაქი რა თქვენ ახსენეთ. თავდაპირველად ხელისუფლების პოზიცია თქვენს გაქვთ არაერთხელ ეს თემა გაშუქებული და ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ამ მხარს უჭერდით ამ კატეგორიის ადამიანების პროტესტს და თქვენი ჩანაწერებშიც ინახება, რომ ხელისუფლება ემუქრებოდა. აი მაგალითად 2013 წლის 1 აპრილამდე თუ ეს ხალხი არ დატოვებდა ტერიტორიას, ხელისუფლება მიმართავდა აღსრულებას და მოახდენდა ამ ხალხის გამოსახლებას და რომ ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში ამ ტერიტორიას არ დათმობდა, იმიტომ რომ ეს იყო უკანონო მოქმედება ხალხის მხრიდან თვითნებურად დაკავება ამ ტერიტორიის და აქედან გამომდინარე ხელისუფლება სულ მაგით იმუქრებდა, რომ დატოვეთ, გამოდით, მაგრამ ჩვენ შევძელით ხალხის გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა ამ ხალხის გახლეჭვას, მაგრამ ვერ შეძლო. და ბოლოს ხელისუფლება იფიქრა რომ მოდი აი ამ პროტესტების და ყოველთვიურად ამ პროტესტის ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და მართლაც მოხდა ეს პრობლემა ეს არის უპრეცედენტო იმიტომ რომ 2000-ზე მეტი უпроსწორად რო არ შევცდეთ ციფრებში მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ფართებით ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მაგრამ ახლა ჩვენ მეორე რამე მივიღეთ თუმცა მეორე მხრივ ეს პრაქტიკა ასევე რისკებსაც შეიცავს და უკვე გააჩინა ეს რისკები ეხლა ადამიანები მაგალითად მეხმიანებიან და მეუბნებიან ბატონო თამას ძალიან კარგია რომ ეს ამ ადამიანების მოთხოვნები დაკმაყოფილდა მაგრამ ვართ ისეთი ადამიანები და ოჯახები რომლებიც წლებია უსახკაროდ ვართ არ დაგვირღვევია კანონი არ შევჭრილვალთ ჩვენს მეც რა ეწევა ჩვენ რა დავაშავეთ ჩვენს ხო და რა პასუხი უნდა გავცე ერთადერთი იმას ვეუბნები რომ როცა ჩვენ გამოვდიოდით და ვბრძოლობდით ჩვენ მაშინ მიმართავდით იმ საზოგადოებას რომელიც ქალაქ ბათუმში ცხოვრობდნენ რომ მოდი ჩვენ შემოგვიერთით და რაღაცა ერთიანი კომპლექსური პროგრამა შევაქმნებინოთ ხელისუფლებას თუმცა ამ ნაწილში საკრებულოში ეხლა იხილება უსახკაროთა ახალი კანონი რომ ხელისუფლებამ თავად აღიაროს და ეს უნდა მოხდეს საკანონმდებლო იგი ეს რა ქვია ჩარჩოში და ხო რა თქმა უნდა განისაზღვროს და ასე და უნდა აღიაროს უსახკაროთა სტატუსი ამ შემთხვევაში რა ხდება არსებობს თუ არა რესურსი ქალაქში მე გეტყვით რომ ეს რესურსი მართლა არსებობს და სად არის ეს რესურსი და რის ხარჯზე ხო გეტყვით ახლა ბუნებრივია ეს კითხვა გაჩნდება ბათუმი თბილისის შემდეგ არის მეორე ადგილზე საქართველოში ბინადმშენებლობის რაოდენობით ან თქვენ გულისხმობთ საბინაო ფონდს მერიის ხო კორპუსები ხო შენდება ის ტერიტორიები რომელიც არის სახელმწიფო და იქ აშენებულ კორპუსში ყველაზე მინიმუმ მერიას ან ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფოს მთლიანობაში რჩება 10%-დან და ზევით წილი რომელსაც მერია წლების განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიაზე გასცემს ხოლმე საბინაო ფონდი არსებობს კი არსებობს მაგრამ ბინაიდან სტატუსი არ აქვს აღიარებული ვერ გაცემს დღეს მე შემიძლიათ ერთი კონკრეტული ბინა დაგისახელოთ აღმაშენებლეს ჩემს გვერდით მშენებელმა მითხრა რომ თეთრი კარკასით მომთხოვესო ჩამიდეს იმაშიო გამზადებული ბინა ფუჭდებაო ბატონო თამას ამ ბინას ხომ მოვლა უნდა პატრონი უნდა კარის გაღება უნდა რომ განიავდეს და ფუჭდება ფაქტიურად ბინა იმის გამო რომ შიგნით არავინ არ ცხოვრობს სახელმწიფო ვერ აძლევს კი მიცა იმ ბინაში ახლა ვის 26 მაისის ქუჩაზე რო ტრაგედია მოხდა რამდენიმე ოჯახი შეასახლეს მაგრამ 26 ბინა კიდე იქ დაკეტილი ეს ერთ კორპუსია ლაპარაკი არაერთი შემთხვევა არის მათ შორის ხო რამდენიმე კატეგორია არსებობს თორცნები ვისაც აძლევენ მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახი ახლა შეამცირეს და 6 შვილიანი ოჯახი ვინც არის ბათუმის შერეგისტრებული აძლევენ მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ბატონო დიახ,
ვისაუბრეთ ამ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე ამ წლების განმავლობაში, თუმცა ერთის მხრივ პრაქტიკებზე, საუკეთესო პრაქტიკებზე გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ამ პროცესში და ამ 13 წლის განმავლობაში არაერთ უფლებრივ დარღვევას ჰქონდა ადგილი. თუნდაც ვთქვათ ამ საპროტესტო აქციებისას დამოკიდებულებებზე, ხელისუფლების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და ასეთ დროს უფლებრივი მდგომარეობა ადამიანმა რომ თავისი უფლებები დაიცვას და აღიდგინოს ასე ვთქვათ და სამართლიან გარემოში იცხოვროს, ამისთვის საჭიროა ცხადია სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც საკმაოდ მწვავე კითხვები ისმის. დღემდე მურუსის სასამართლო სისტემაზე საუბრობთ. ამ კუთხით რა გაქვთ თქვენ სათქმელი? როგორ ფიქრობთ, სამართლიანი სასამართლო საქართველოში როგორ შეიძლება მივიღოთ? მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ბატონო სულხან. და რატომ ვერ უძლო აქამდე ქართულმა ამის დაცვა? სასამართლოს მიმართ კრიტიკა გასაგებია და მისაღებიცა, მაგრამ მოდი ისევ შედარებით დაუბრუნდეთ. ეხლა შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა თქვა, დამთავრდა წარსულში წავიდა ის წინა ხელისუფლების დროს სასამართლო უფრო დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე, ხო? პროცენტულად მეტი გამამტყუნებელი განაჩენი გამოდიოდა. ეხლა დღეს მე ეხლა ძალიან ბევრი საიტზე ვნახულობ ადვოკატების განცხადებას, რომ ამ მოსამართლემ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ეს უფრო ადმინისტრაციულ საქმეებზე არა, სისხლის სამართალზე, მაგალითად ქურდობაზე, ყაჩაღობაზე, ბევრი სასამართლოს გაუთავისუფლებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის პოლიტიზირებული. თუ საქმე ეხება ხელისუფლების ინტერესს, იქ უკვე სასამართლო მართვადია. ხდებით მე რას ვამბობ? არაურიო. შეიძლება ყაჩაღობაზე, ქურდობაზე მოსამართლემ გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ზიამაღლობელის მიმართ ვერ გამოიტანს. ეხლა რომელზეც შემდგომ უკვე ვისაუბრებთ. ხო, თუ ამ საკითხზე გადავალთ, აღარ გავაგზავნებ, მაგრამ გეტყვით, რომ აი ჩემთან დაკავშირებით ახსულების პოლიციამ დამაკავა, სავსებით ვაფშე უკანონოდ დამაკავა, იმიტომ რომ ვიყავი საპროტესტო აქციებზე, რომ არ გამოესახლებინათ ერთი კონკრეტული ოჯახი. მოხდა ჩემი დაკავება. მოსამართლემ კი გამათავისუფლა დარბაზიდან, მაგრამ იმავე დღეს კი გამათავისუფლა, მაგრამ საბოლოო ჯამში განაჩენი მაინც გადაწყვიტა ახსულების პოლიციის სასარგებლოდ. გაფრთხილებო მითხრა. გაფრთხილებო, რომ მეორეჯენო, ესე იგი აქცია აღარ ჩაატარო და ასეთი რამე არ დაიცვა. ფაქტიურად ასე გამოვიდა ეს და მე მივხვდი, რომ მარტო ჩემს მაგალითზე კი არა, ეხლა რო უყურებ ზეწოლა სასამართლოზე თუ ხელისუფლების ინტერესი არის, დღესაც არის და გრძელდება და მოსამართლეები თავისუფალ გარემოში ვერ ღებულობენ. ძირითადად პოლიტიკის ზეწოლის ქვეშ არიან. პოლიტიკურად მართული. რახან სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, ცხადია მზიამაღლობელის საქმეს ვერაუვლით, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ვიცით წლების განმავლობაში მისი საქმიანობა და მათ შორის ონლაინ მედია ბათუმელების სარედაქციო პოლიტიკა. რაა ჩვენა თქვენი აზრით მზიამაღლობელის საქმე და მათ შორის სასამართლო პროცესებსაც მზიამაღლობელის კი მზიამაღლობელს მე დიდი ხანია ვიცნობ დაახლოებით 30 წელია მე ვიცნობ და მათი როგორ დაიწყო გაზეთი ბათუმელების დაარსება, ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ ჩვენ. მე შემდეგ მე როცა ციხეში ვიყავი, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან ჟურნალისტთა სახლი, მზიამაღლობელი მათ შორის და ძალიან ბევრჯერ იმ ხელისუფლების პირობებშიც და რა თქმა უნდა დღევანდელი ხელისუფლებების პირობებში გაზეთი ბათუმელები და ონლაინ გამოცემა იყო ერთადერთი, რომელიც თავისუფალ სიტყვას აწვდიდა მოსახლეობას და საზოგადოებას თან შეუშინებლად, რისკის ფასად. და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ მზიამაღლობელი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. საზოგადოებაში გაჩნდა გაიყო აზრი, რომ როგორ დაარტყა ხელი პოლიციელს და რა ეკონა. ხელი არ დავთხოვ, სილა გაარტყა. ხო, სილა, ფაქტია ჩანს მოკაჩა და დაარტყა და აი პროპაგანდისტულმა მედიამ და პროპაგანდამ იმუშავა ამ მხრივ. იმუშავა. და ესე იგი ეს ერთიანი რაღაცა ის სულისკვეთება და საზოგადოების ერთიანი პროტესტი ვერ დავინახე, რომ ეს პროპაგანდა მიმუშავა იმ კუთხით, რომ მზიას ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ
არავინ უყურებს იმ ფაქტს და არავინ არ იაზრებს იმას, მანამდე როგორი იყო მზიასთან დამოკიდებულება პოლიციის მხრიდან და მე რასაც მზია ამბობს, მჯერა რომ ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია. და ბევრს ვეუბნებოდი მე რომ ანუ კადრები გავრცელდა უკონტექსტოდ ხო. და წინ რა პროცესი უძღვოდა ამას არ არის ხო, რა დონემ წამიდგენ, მე მზიას ხასიათი ვიცი. აი, ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებს ისეთი და წარმოიდგინე როგორ უნდა მიიყვანო ის იმ მდგომარეობამდე, რომ გააკეთოს ის რაც გააკეთა, ხო? ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ რა საჭიროა შენ რო სასამართლო ხარ და მოსამართლე. იცნობ მზია ამაღლობელს, ხო? ის ხო გუშინდელია. მაჩორის ადმინისტრაციულ საქმეზე ხო. ათესალმა აი, სამართლო. просто უბრალოდ აი ამ მოსამართლის თავში ჩამახედია, რომ მზია გაუშვა პატიმრობაში. აი, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. მე რო ხელისუფლების ადგილზე ვყოფილიყავი და იმ პოლიციის ხელმძღვანელის ადგილზე თვითონ ვთხოვდი სასამართლო ხელისუფლებას, რომ მე ვარ წინააღმდეგი, რომ გაუშვათ. ამ შემთხვევაში უკვე პოლიციის მუნდირის დაცვა აღარ დაჭირდებოდა ხელისუფლებას. თუმცა ხელისუფლება თავად რო გამოსულიყო ამ ინიციატივა. შემთხვევაში ეს არის სამაგალითო დაშა, სულ სხვადი ეფექტი. კი, რა თქმა უნდა, ეს გააკეთა ეს ხელისუფლებას. არგუმენტი რამდენად არის სწორი და რელევანტური ამ მე შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თვითონ აი მზია ამაღლობელი რო გაეთავისუფლებინდათ, ეს გამოიწვევდა პოლიციური სისტემის, აი პოლიციის სისტემის ჩამოშლას. რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მაგალითად პოლიციის მუნდირი. ვფიქრობ, უფრო ამითი ხელმძღვანელს, მაგრამ თვითონ სახელმწიფო რო გამოსულიყო ინიციატივით, რომ აი ვითვალისწინებთ მზიას დამსახურებას, საზოგადოების, ქალაქის იმის და ჩვენ თვითონ ვართ წინააღმდეგი და ვთხოვთ სასამართლოს, რომ ესე იგი რაღაცა აი შიდა პატიმრობა რო მიესაჯათ. ხო შეიძლება ეს ფორმა პატიმრობის ხო არის? ან გირაო, ან შინა პატიმრობა. სუბუქი ფორმა არ ხო, გამოიყენა. რატომ პატიმრობა ეს არის ყველაზე მკაცრი სასჯელი, ხო? აი შიდა პატიმრობა შეეშინდა ხელისუფლებას. შეეშინდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის დღეს ეთყობა მთავარია პოლიციის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, ვიდრე საზოგადოების და ხალხის. ანუ პოლიციის პროტესტის უფრო შეეშინდა, ვიდრე ხალხის და საზოგადოებას და ხელისუფლებას რო გაუჭირდება, გადამწყვეტი როლი ხომ მაინც ხალხზე ეკისრება და ამას ვერ იაზრებს ხელისუფლება, იცით ყოველთვის. მათ შორის მზია ამაღლობელის დაკავებით კრიტიკულად განწყობილი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე რედაქციის, ასე ვთქვათ, ჩამოშლის მცდელობა ქონდა ალბათ მისნად ხომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მზია არ არის ერთი რიგითი თანამშრომელი ამ რედაქციისთვის. რა თქმა უნდა, კი ბატონო, ყველა ხელისუფლებას არ უნდა რომ მათ აკრიტიკონ. ეს მარტო ჩვენთან კი არა, დასავლეთშიც ეგრეა. ყველა ხელისუფლებას უნდა რომ ყველამ აქოს. ასეთი რამ არ შეიძლება და დაუშვებელია რომ ყველას უყვარდე და ყველამ გაქოს. კრიტიკაც უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს კრიტიკაც მერე შენ გაძლევს შესაძლებლობას და გიჩვენებს გზას, სწორად როგორ გადაწყვიტო ესა თუ ის პრობლემა და ხელისუფლება რომელიც კრიტიკას ვერ იტანს და მედიას ებრძვის, მისი ხელისუფლებაში ყოფნა ასე ვთქვათ ხანმოკლე, თუმცა ამ ხელისუფლებას უკვე რაღაც ხანმოკლეა მესამე წრეზე წავიდნენ. და არავინ იცის კიდე რამდენს წავა თუ საზოგადოება არ განვითარდება, სამოქალაქო საზოგადოება არ განვითარდება და სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმები და საარჩევნო კომისიაში რეფორმები არ გატარდება. დიახ, რახან მზია ამაღლობელის საკითხზე ვსაუბრობთ, აქვე გაგრძელება მექნება კითხვის არის ის, რომ ერთ-ერთი არის მზია ამაღლობელის საქმე, რომლის გამოც ამ ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები და დასაწყისშიც საუბრობდით ამ თემაზე. თქვენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე შეგნიშნეთ, მათ შორის თქვენი პოზიციაც გამოხატეთ, თუმცა თქვენ პროევროპულად განწყობილი საპროტესტო აქციების მონაწილე არ ახართ და ხშირად ისმის კითხვა, რატომ არ არის აქ თამაზ ბაკურიძე, რა გაქვთ სათქმელი ამ გარემოებაზე? ჩემი პოზიცია არის ცნობილი და მე ამას ღიათაც ვაფიქსირებ, რომ რა ქვია, მე ხარს უჭერ ევროპას, ხარს უჭერ იმას, რომ ვიყოთ ჩვენ ევროპის ნაწილი, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობისაგან თავს ვიკავებ და რატომ? ამაში არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ პოლიტიკოსებიც კი აღარ დადიან ბოლო პერიოდში ამ საპროტესტო აქციებზე. ახლა უყურეთ, მე ქალბატონმა ციალამ დამიკავშირდა შარშა, როცა დავიწყეთ პირველად
ეს პროერული, აი ზუსტად ამ კოლონადებიდან ერთად წავედით, მე ჩემს მომხრეებსაც და ხალხსაც მოუწოდე, გამოვიდნენ ყველა, მათ შორის მოცნების ქალაქიდანაც და მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ როდესაც მე იქ დავინახე, რომ მიკროფონთან და მიკროფონის ირგვლივ პოლიტიკოსები ტრიალებდნენ, მე ქალბატონ ციალას ვუთხარი, რომ თქვენ რომ ორგანიზებას გაუკეთებთ და თქვენ რო იქნებით ორგანიზატორი და აი ამ ტრიბუნაზე თქვენ იდგებით და სამოქალაქო საზოგადოება მე მოვალ, მაგრამ პოლიტიკოსები მე ზიზღი კი არ მაქვს ვინმეს მიმართ ბატონოს ოცნების უბრალოდ პროპაგანდაც ოცნება მე აიღებს უყურე მაგრამ ოცნების პროპაგანდაც ზუსტად ამაზე არის დაშენებული რომ ანუ პოლიტიკური პროცესი ხომ პოლიტიკოსმა უნდა მართოს საპროტესტო აქციაზე არის მოქალაქე ვერ მართავს ამ პროცესს მე არა ვალ პოლიტიკოსი და რატომ უნდა მივიღო მე მონაწილეობა იმ აქციაში სადაც მე ძირითადად მე თვითონ ვალ აქციის ორგანიზატორი ხო აქციებს მე თვითონ უკევწევ ორგანიზებას უბრალოდ ანუ იქ ადამიანები თანხმდებიან თამას ხო ადამიანები თანხმდებიან მიკავშირდებიან და მივდივარ კი ბატონო და შემდგომ უკვე კი გავიგეთ არჩევნები თუ ჩაინიშნა შემდგომ უკვე ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას იქ მე ვისაც ვიცნობ უკვე 100 დღეზე მეტია ვინც გამოდის ამ საპროტესტო აქციებზე ბევრი არ არის ვთქვათ ოპოზიციის მომხრე მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკასაც აპროტესტებს კი გეთახმებით იმიტომ რომ მას აინტერესებს და აღელვებს ჩვენი ევროპული კურსი და მომავალი, ხო? ამისთვის უფრო არის იქ ადამიანი, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდამჭერი. ახლა მე გეტყვით ბატონო სულხან, შარშან გასულ წელს, როცა აი ის ცნობილი აქციები დაიწყო, მაშინ ციალა ქათამაძე და მალხას ჭკადუა, ხო? იყვნენ ორგანიზატორი. იქ გამოვიდა ერთ-ერთი პარტიის წევრი, სხვათა შორის წაღან ჩაიარა აქ. და ხალხო რა გჭირს ჩვენ ხო მე ყველა ერთინი ვართო ხო და მე ვუთხარი გაუგზავნე ეს რა განცხადებაა მე ანუ ყველა ხომ იმ პარტიის სახელს ასახელებს არ მინდა ვთქვა ახლა კი ალბათ გულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც ჩვენ ხო ყველა ნაციონალები ვართ როგორ ვართ ნაციონალები კაცო იქ არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქ არიან ადამიანები ვისაც არ უყვარს ნაციონალური მოძრაობა და შენ ამბობ რომ ყველა ნაციონალი ვართ ესე იგი წაშალა ამ აქცია. მე ეს გამოიყენა, იცით, საპროპაგანდისტურმა ტელევიზიებმა. გამოიყენა და მე რომ ეხლა ამ აქციებზე გამოვჩნდე იქ სადაც ეს ხალხია, ხო? ხელისუფლება ისედაც მაბრალებს მე როცა მაგალითად შუახევში, ხულოში, ქედაში ან ქობულეთში რაღაცა აქცია, მაგიო ნაციაო. ბატონ თამას მეც მაბრალებენ რომ არ ნაციონალიზმის მას არ ნიშნავს რომ ხო, მაგრამ მე თქვენ მართულ აქციებზე არ უნდა გავიდეთ. კი, მაგრამ თქვენ ხართ ჟურნალისტი და მედია საშუალება და ამ ხრივ თქვენ დაზღვეული ხართ, მაგრამ ჩემზე როცა მე მიწევს რაღაცის ორგანიზება, იქ ხალხს არწმუნებენ, აჰა, თუ არ გჯერავთ, აგერ ბატონოს სახეთ, სადგანაო და უფრო ამიტომ ვარიდებ თავს. ანუ პირადი რეპუტაციის ხო, არ მინდა რომ აი ახლა მზია ამაღლობელის აქციაზე ვიყავი, ხო? ისა თქვენ რო განცხადება შეიტანეთ იმ სამსახურში, რა ქვია? ხო, აი იქ მივედი და სიტყვითაც გამოვედი და ახლობელი მირეკავს, კაცო, მეო და მირეკეს და მითხრესო, ბაკურიძე ნაცი გახტაო. რა საიდან გამომდინარე გითხრეს მე ვუთხარი რა განცხადება გავატანე აი შეხედეთ აზროვნება და ადამიანების მიდგომა და ამიტომ ცოტა მე ამ კუთხით ვუფრთხილდები თუ არა სულით და გულით რომ ევროპას უნდა დაუჭიროთ ხარი და პროევროპულ მიმართულებას მართული ბატონ თავად თქვენს მიერ მართული საპროტესტო აქციების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ ხალხი გენდობათ ხალხი მოყვებათ და ალბათ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე რომ ამ ადამიანებს აუხსნათ მარტივი ენით თუ რა თქვათ რა გამოძრავეთ კი შიგადაშიგი მე მაქვს საუბრები მეკითხებიან ახლა მასე არ არის ბატონო სულხან მეკითხებიან ხშირად მეუნებიან რა გვეშველებავით რომ მე ვიყო ახლა ნოსტრადამუსი და ის არა მაქვს ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ქუჩაში რომ დავდივალ მეკითხებიან რა გვეშველება მშვიდობა თუ იქნება სიწყნარე თუ იქნება ომი ხო არ იქნება რუსეთი ხო არ დაგვბომბავს რა გვეშველება უთხარ ეს ისეთი საკითხებია მაგის გასაზღვრები სპეციალისტებს და ანალიტიკოსებს უჭირთ თუმცა თქვენც და მეც და ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ომი არავის უნდა, ხო? ხო ასია. და პროპაგანდაც დღეს სხვათა შორის მაღაზია დაკნობილი, რომ ისა აბა ომი გინდათ და ყველა ვინც კრიტიკულად ვართ განწყობილი გვინდა ომი. მშვიდობა რო გვინდა ყველას ეს ფაქტია, ხო? აი შეხედეთ აგერ ვზივართ თავისუფლად ვსაუბრობ პატარა ბავშვებით. ბევრი ქალაქი შეიძლება ამას მოკლებული იყოს, იგივე სირია, უკრაინა, არავის უნდა ბათუმში ომი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია არ გვინდა და ევროპა არ გვინდა და თავისუფლება არ გვინდა.
გასაგებია. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილზეც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ თქვენი საქმიანობაც, ასე ვთქვათ, უფლებადამცველი ხართ, მაგრამ სამოქალაქო აქტივიზმს ეყრდნობა და ხშირად ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, ვთქვათ, ენთუზიაზმზე იცავთ. ბევრი სამოქალაქო აქტივისტი, ვინც ამ პროევროპულ აქციებზე იმყოფება, თუნდაც გავიხსენოთ ყველაზე კომიკური შემთხვევა, ზებრაზე გადასვლის გამო აჯარიმებენ ადამიანებს 5,000 ლარით. ეს რამდენად სამართლიანი არის. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ სასამართლოზე ვისაუბრეთ, 30-მდე პროცესს ვესწრებოდი და ფაქტობრივად იდენტური მტკიცებულებების გარეშე მოსამართლე ყველა საქმეზე გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას იღებს. სამარცხვინოა ეს. დამიჯერეთ, ეს არის სამარცხვინო და ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი ხელისუფლების აი ამ ზებრასთან დაკავშირებით. მე მესმის ახლა ვიღაცამ აქციაზე კოქტეილი და რაღაცა სპეციალურად დამზადებული ასაფეთქებელი საშუალებები ისროლა, პოლიციის მანქანა გადააბრუნა თუ გადმოაბრუნა. ასეთებს რომ დასჯი მესმის. რაზე მიუთითებს? მაგრამ თქვათ ზებრას შემთხვევა რომ აშინებენ ჯარიმებით. ეხლა ხელისუფლებამ უყურე როგორი გზა აირჩია ბატონო სულხან. წინა ხელისუფლების დროს მაგალითად მსგავსი დანაშაულისთვის შეიძლება ნარკოტიკს ჩაუდებდნენ და მიუჟინენ. ახლა მაგას არ აკეთებენ, მაგრამ აჯარიმებენ, იმიტომ რომ მატერიალური მხარე ხო დღეს ყველაზე მთავარია, ყველა ვიცით, ხო? თუმცა ნარკოტიკი ახსენეთ და ნარკოპოლიტიკას ამკაცრებენ და არის ვარაუდები და ეჭვები, რომ ზუსტად კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ჩაუდენ. არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ მე კარგად ვიცი, რომ ყველა პოლიციის უფროსი და ყველა პოლიციის მე რაიონებს გულისხმობ, ქალაქში განყოფილებებს აბსოლუტურად ყველა მიცის ვინ არის მომხმარებელი. ვინ არის რეალიზატორი. ხშირ შემთხვევაში თავად არიან შეკრული რეალიზატორებთან და იციან ვის ჩაუდონ წამალი და ვის არა და ვინ დაიჭირონ და მე ვფიქრობ რომ ესეც მაგასთანაა დაკავშირებული რომ აკონტროლონ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში და განსაკუთრებით ის ნარკომანები ან ის უпроსორად ნარკოდამოკიდებული სწორად ასე იქნება რომ ვთქვათ რომ ისინი მართონ ნებისმიერი გამოსაყენებელი პროცესისთვის. ეს არის ეს ნარკოპოლიტიკა უფრო, იმიტომ რომ სად იყვნენ აქამდე? სად იყვნენ აქამდე? ახლა მე გუშინ მითხრეს რომ ქობულეთში მიდის მასიური დაკავებები. ქობულეთი რომ ამხრივ აუღებელი ციხე იყო, არ იყო? ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის და ზოგიერთი პოლიციის მაღალჩინოსანი თავად იყო რეალიზატორებთან შეკრული და ერთ ბიზნესში იყვნენ. პირველ რიგში სახელმწიფომ თუ და ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ხელი უნდა მოკიდოს იმ პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებიც რეალიზატორებთან ერთად შეკრული არიან. აი მაგათ თუ მოკიდებს ხელს და პირველ რიგში მაგათ დააკავებს, მაშინ გამოსწორდება ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. კეთილი, ბევრი გვაქვს სასაუბრო, თუმცა ჩვენი საუბრის დრო იწურება და ბოლოს ძალიან მოკლედ რომ შეგვიფასოთ და პროგნოზი გაგვიკეთოთ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით, ასეთი რთული რეპრესიების ფონზე მედიას უტევენ, ასევე ვხედავთ ჩვენ საკმაოდ მკაცრ სანქციებსა და კანონებს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ მხრივ? მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ძალაუფლების შედარჩუნებას. შეძლებს კი ეს მთავარი კითხვა არის. ეს უკვე დამოკიდებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე. ბევრად არის დამოკიდებული. მათ ჯერ ესე იგი ღია პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ არ დაუფიქსირებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიკავებს. თუმცა აქ ეგ არაა მთავარი. აქ არის მთავარი ის, რომ საქართველოში ვერ შეიქმნა და ვერ წარმოიშვა, არ დაიბადა ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი სახეები, რომელიც გაუწევს კონკურენციას ქართულ ოცნებას. სამწუხაროდ ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვიტყვი, რომ თუ ეს ამ ძალის სათავეში არ იქნება უფრო დიდი წონისა და მასშტაბის ფულის მფლობელი, იმიტომ რატო ვამბობ ფულს? ეხლა ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით ბატონო სულხან, ძალიან ბევრ წინა საარჩევნოდ ბევრ სოფელსა და რეგიონებში რომ დავდივარ, აი ესე ვთქვათ, აი მოხუცი ქალივით ყველა იწყევლება ოცნებას, ყველა წევრის ოცნებას. მე არჩევნების წინ რომ ავდივარ, ისინი ყველა ოცნების კოორდინატორებია. გიჟდები. აი ამიტომ ვამბობ ფულს დიდი ძალა აქვს. დღეს ფულიც ყვითავს ყველაფერს. შეიძლება არჩევნებამდე შენი მომხრე იყოს, მაგრამ არჩევნების წინადღით სხვა მეტი ფული მიცეს და არჩევნების დღეს აი
ეს სამწუხაროდ ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და ამიტომ ვამბობ, არაფერი შეიძლება მანამ სანამ ახალი ძალა, მაგრამ ამ ახალ ძალას უნდა გააჩნდეს ძალიან დიდი რესურსი, ფულადი, რომ შეცვალოს. სხვანაირად მე ვერ ხედავ, რომ რამე ის ქნას, რა ქვია, შეიცვალოს. ვერ ხედავ. კეთილი. მადლობა. იმიტომ რომ მოსახლეობა აღარ ენდობა ძველ პოლიტიკოსებს, აღარ ენდობა ცდილობები იყო ახალი გაერთიანებების, თუმცა პროპაგანდამ გააკეთა ის, რომ ყველა ნაცებად ასე ვთქვათ, მონიშნა და კი, სხვათა შორის ნაცების მიმართ მოსახლეობაში ნოსტალგია არის და ძალიან ბევრი მომხრე ყავს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ იმდენი არა რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს, თუმცა ისევ ნაციონალებშიც ბევრია რომ ნაცები ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში, მაგრამ ოცნება ყველაფერს გააკეთებს რომ შექმნას ისეთი სურათი რომ თითქოს ნაცები მოდიან ხელისუფლებაში. ეს მათ აწყობთ, ხდებით? მისთვის პროპაგანდისტის მნიშვნელოვანი გარემოება არის, რასაც კი ბატონო, იყენებს უკვე 13 წლის განმავლობაში მართველი პარტია. მადლობა ბატონ თამაზ იმისთვის რომ პასუხობთ აჭარა ტაიმსის კითხვებს. გემშვიდობებით მაყურებელს კი შევახსენებ რომ ეს იყო თამაზ ბაკურიძე უფლებადამცველი. მადლობა რომ გვენდობით. ნახვამდის.